ღვედის გამოყენება შესაძლოა ავტომობილის უკანა სავარძელზეც სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ საგზაო საფრთხეების ეროვნული სტრატეგიიდან ხდება ცნობილი, რომელიც მთავრობამ 5 აგვისტოს დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით იგეგმება ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვაც. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის უფრო მკაცრი სანქციით დაიჯებიან ის პირები, რომლებსაც მართვის მოწმობა ახალ აღებული აქვთ. სამტრედიის სასამართლომ ცოტნე მირცხულავა და მელიას დაცვის ყოფილი წევრი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლა. მათ პროკურატურა მელიაზე თავდამსხმელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება. საქმე პროკურატურამ 2 წლის შემდეგ განაახლა. მედავებოდნენ საკუთარი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლას, თუმცა კამპანია 2 კვირის შემდეგ დაიწყო პრეზიდენტის განკარგულებით, თქვა მირცხულავა. გურჯაანში კაცმა მაღაზია დააყაჩაღა. მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ თავდამსხმელი, რომელიც სოფელ კოლაგის მკვიდრია, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა. მათივე ცნობით კაცმა ობიექტიდან სიგარეტი და სხვა პროდუქცია გაიტანა. გამოცემა წერს, რომ კაცი პოლიციამ დააკავა. კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-ს გადააჭარბა. დაშავდა 668 ადამიანი, ჩამოინგრა 200-მდე შენობა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას აგრძელებენ. ჩოკოს რეგიონში დამანგრეველი მიწისძვრა გუშინ მოხდა.